ადგენენ და გვეცოდინება, მაგრამ ჩვენი თანადგომა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ. ეხლა სხვა რამე მინდა გითხრა. სპორტული პოლიტიკური ჟურნალისტებიც რა თქმა უნდა იყვნენ დაცულები და არ უნდა იყოს არანაირი ზეწოლა და დაშინება და მუქარა, მაგრამ სპორტულ ჟურნალისტებზე საერთოდ გაუგონარი ეს სპორტის გამო და სპორტის თემაზე გაშუქებული. რას მე ვაპარაკებით, რა სისულელია და მეორე კიდე იცი რა, ეს ყველაფერი საიდან იწყება, ხო იცი თქვენ? აი რაღაცაზე რო თვალს დახუჭავ, არასდროს არ დავხუჭავ თვალს და ყველა მიცოდეს, ვინც რაღაცას კადრულობს და მე ვეთანხმები პრეზიდენტის ინიციატივას. სხვათა შორის პოლიტიკაში ხო იცით არ ვერევი, მაგრამ ცილის წამებაზე და შეურაცხყოფაზე სოციალური ქსელით იქნება ტელევიზიით, გაზეთით თუ ქუჩაში თუ იმაში ავტობუსში არ მაინტერესებს. შეურაცხყოფა და ცილის წამება უნდა ისჯებოდეს და თუ კანონი არ დაჯის, მაშინ ვინც იქნება დაზარალებული ის დაჯის და რომელი ჯობია ვერ გავიგე. არავის არ ვაპატიებთ. აი აქ სილკის თანამშრომლები, არც სპორტული კომენტატორები და არც სხვა თანამშრომლები არანაირ შეურაცხყოფას, არაფერი თმენის ვალდებულება არ აგვაქვს და ყველას გეუბნებით, რომ რამენაირი უწმაწური სიტყვა ან ისე შეურაცხყოფელი ის იქნება ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი თანამშრომლების მიერ, ნათქვამი არავის არ გაპატიებთ. კანონიერად იქნება, კანონიერად. კანონი არ დაგვიჭერს ხარს, რა ვიცი, რაღაც როგორც თქვენ უკანონოდ მოგვაყენებთ შეურაცხყოფას, ისე უკანონოდ შეგვიძლია ჩვენც რაღაც მეთოდებით გაგცეთ პასუხი. ასე რომ ეს არის დაუშვებელი. როგორ ისა ბარსელონას გულშემატკივარი იმაზე უნდა აგინებდეს ვინმე ჩემ კომენტატორს, რომ ბარსელონამ ცუდად ითამაშაო თქვას? რას ლაპარაკო ეს ვის გაუგია ესეთი რაღაცა? დემოკრატია და იმაზე ლაპარაკობენ, ცაში დაფრინავენ და რაღაცეები იმის თქმა არ შეიძლება, ამ სიტყვის ხმარება არ შეიძლება, იმაზე ლამაზი არ შეიძლება, უშნო არ შეიძლება, მაღალი, დაბალი და რა ვიცი, არაფერი სიტყვის ხმარება აღარ შეიძლება და ვინმე თქვას, რომ რატო ლივერპულის წინააღმდეგ რატო დავდექი ის ბარსელონა წააგო, რატო თქვა? რას ლაპარაკობთ? ვერავინ ამისთან რამეს ვეღარ გაბედავთ ამ ქვეყანაში და თუ კანონს მიიღებენ კიდე ცილის წამებაზე და შეურაცხყოფაზე, მე მივესალმები ორი ხელით და ძალიან კარგი რომ პრეზიდენტმა ეს თქვა. ძალიან კარგი და ვისაც კიდევ ზოგმა თქვა რომ იცი რაო ესო ადამიანების უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავსო. ვისი სიტყვის თავისუფლებაც ჩემი შეგინებაა? რას ქვია ეს რა თავისუფლებაა? ეს არის უზდელობა. აი ასე რომ კიდევ ერთხელ